ეს არის პრაქტიკულად უკვე პირდაპირი დევნა მასწავლებლების, პირდაპირი დევნა ქართული მოსახლეობის გალის რაიონში, რომელიც ბოლო პერიოდში დაიწყო, დევნა კუგიანებზე, მათ შორის რა თქმა უნდა ეს არის გაგრძელება რუსული პროპაგანდის, რომელსაც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით სწორედ გალის რაიონში შეიჩნეოდა, რომ იყო რუსული მხარე დაინტერესებული. ისინი ცდილობდნენ ძალიან ბევრი შეხვედრებით, ძალიან ბევრი პროგრამების განხორციელებას, სხვადასხვა ჰუმანიტარული თუ დახმარების პროგრამებით, მათ შორის ტექნიკური გადაედირებინათ გალის მოსახლეობა, რომ ისინი გამხდარიყვნენ პრორუსული, იგივე აბიტურიენტებს ესწავლათ რუსეთში, სთავაზობდნენ მათ შორის ყველა სახის სტიპენდიას, არამხოლოდ სწავლის, არამედ ასევე საცხოვრებლის, კვების თანხას, გზავრობის თანხას, თუმცა მათ ვერ მიაღწიეს კონკრეტულ შედეგებს. ამიტომაც ისინი იწყებენ, რომ რაც შეიძლება მეტად განახორციელონ ზეწოლა იქ დარჩენილ ქართველებზე, იმ მასწავლებლებზე, რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ შეიცვალა სასწავლო პროგრამა, მიუხედავად იმისა, რომ სწავლება რუსულ ენაზე, მიუხედავად იმისა, რომ ხარისხი განათლების შემცირდა და ძალიან ბევრი ადამიანი არის ბევრის ქვეშ, მაინც აგრძელებდნენ მუშაობას, რომ იქაურ ქართველებს არ დაეწებინათ ქართული ენა, არ დაეწებინათ საქართველოს ისტორია, წარსული იდენტობა შეენარჩუნებინათ და სწორედ ეს არის დარტყმა ქართულ იდენტობაზე, ანუ გავსი შემორჩენილ ქართულ იდენტობას ებრძვის რუსული საოკუპაციო რეჟიმი.